ისმის კითხვა. რატომ უნდა ჩავთვალოთ, ვთქვათ, 5 + 3 ძირითად სახეობად, ხოლო 3 + 5 ალტერნატად. განსახილველი კონცეფციის მიხედვით, როდესაც ვაანალიზებთ ჰეტერომეტრულ მონაკვეთებს, აღმოჩნდება, რომ აგებულება 3 + 5 შეიძლება შევხვდეს ისეთ ორწევრედებთან, რომლებსაც პირველ შემადგენლად აქვთ 5. მაგალითად 5 + 5-თან. და არ გვხვდება ისეთ ორწევრედებთან, რომლებსაც პირველ შემადგენლად აქვთ 3. მაგალითად 3 + 3-თან. მაშა სადამე 5 + 3 ორწევრედის, რომლის ალტერნატია 3 + 5, აი 5 + 3 ორწევრედის სტრუქტურული ნიშანია რიტმული გასაყარი მეხუთე მარცვლის შემდეგ. ესე იგი ის, რომ პირველი შემადგენელი არის 5 და არა 3. შესაბამისად 3 + 5 არის 5 + 3-ში რიტმული გასაყარის 2 მარცვლით მარცხნივ გადაწევის გზით მიღებული ალტერნატი. შემდგომ ორწევრედში პირველი შემადგენლის მაქსიმალური სიგრძე არის 5 მარცვალი, ხოლო მინიმალური არის 3 მარცვალი. გამოირიცხება ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა 2 + 2, 2 + 1 და 1 + 1. რატომ გამოირიცხება? რატომ არის 3 მარცვალი პირველი შემადგენლის მინიმალური სიგრძე? ეს განპირობებულია ალტერნაციის ფაქტორით. თუ პირველი შემადგენელი იქნება 2 მარცვლიანი, მაშინ აქაც და ამ შემთხვევაშიც 2-ს - 2 გვაქვს 0. ესე იგი პირველი შემადგენელი იქნება 0, რაც ლექსში წარმოუდგენელია. ხოლო მესამე შემთხვევაში 1-ს - 2 გვექნება -1 და ესეც ბუნებაში წარმოუდგენელია, რომ ლექსში ორწევრედის პირველი შემადგენელი იყოს -1. ამგვარად შეიძლება ჩამოყალიბდეს წესი. ორწევრედი აიგება ისე, რომ პირველი შემადგენელი იძლეოდეს -2 ალტერნაციის შესაძლებლობას. შემდგომ პირველი შემადგენლის სიგრძე განსაზღვრავს მეორე შემადგენელს და ორწევრედის მეორე შემადგენლის სიგრძე, მეორე შემადგენლის შესაძლებლობები მარცვლების რაოდენობის მხრივ არის 5, 4, 3, 2, 1 და 0. მოცემული წესების ჩამოყალიბების შემდეგ შეგვიძლია სიმბოლურად გამოვსახოთ ქართული ლექსის რიტმულ ერთეულთა პირველი დონის, ანუ ორწევრედის სტრუქტურა აი ამგვარად, სადაც ენი მეტია ან ტოლი კასი და ენი შეიძლება იყოს 3, 4 და 5, ხოლო კაკი 0-დან 5-მდე. აი ამგვარი წესით ნებისმიერი რიტმული მონაკვეთის აგებისას ფაკულტატურად იხმარება ან ძირითადი სახეობა, ან 2 მარცვლით წინ გადმოტანილი რიტმული გასაყარის მქონე ვარიანტი. აი ამგვარი წესი. ახლა მთავარი კი ის არის, რომ იმ 3 ქვესისტემაში, ორწევრედთა 3 ქვესისტემაში, პირველი ქვესისტემის სტრუქტურული ნიშანი არის რიტმული გასაყარი 5 მარცვლის შემდეგ, მეორეში 4 მარცვლის შემდეგ და მესამეში 3 მარცვლის შემდეგ.
ამ და მსგავსი საკითხების გადაჭრისას უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ლექსწყობის როგორც სისტემის ანალიზისას საქმე გვაქვს არა მარტო ნაწილებთან, არამედ მთელთანაც. შესაბამისად, გვაქვს მიმართებები არა მარტო ერთი დონის ერთეულებს შორის, არამედ ელემენტებს შორის, არამედ სხვადასხვა დონეების ელემენტებს შორისაც. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ერთეულის რიგი სტრუქტურული თვისებები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უფრო მაღალ დონეზე მოქმედებს, როგორც ამ უფრო მაღალი დონის ერთეულის შემადგენელი. შესაბამისად, ზოგი თვისება განისაზღვრება მხოლოდ მაშინ, როდესაც გადავდივართ მომდევნო დონის ანალიზზე. ორ წერეთთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხის არსიც გამომჟღავნდება მომდევნო დონის ერთეულში, ანუ სტრიქონში, რომლის შემადგენელსაც წარმოადგენს ორ წერა.